მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ქართულ ქალებს, დედებსა და დებს. მადლობა მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმარ ძლიერ და გაუტეხილ ქალს მზია ამაღლობელს. გავრილოვის ღამიდან მოყოლებული არაერთგზის მithქვამს ეს სიტყვები. ამ პროცესში ქალების იმედი უფრო მოქვს. ჯერ კიდევ გნეუს პომპეოსის ლაშქრობის დროინდელ ისტორიულ წყაროებში ხვდებით ამბავს თუ როგორ შეუპოვრად იბრძოდნენ ქართველი ამბრძოლები. ქეც ვიხდით თქვენს წინაშე. რუსთაველი ტყუილად არ წერს, ლეკვილომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია. არაერთხელ ვიყავი ქალების მარშის მონაწილე და მინდა გითხრათ რომ ვამაყობ თქვენით. დღეს უშიშარ ქალთა, დედათა, დათა და ცოლთა წვლილი ჩვენს ბრძოლაში უაღრესად დიდია. არ შემიძლია არ შევეხო იმ უძლიერეს ემიგრანტ დედებს, რომელიც გადახვეწილნი არიან შორს სამშობლოსგან და ოჯახებისგან, რათა უზრუნველყონ მათი შვილები და ოჯახები. ქვეყნის ეკონომიკაც მათზე დგას. თქვენ გმირი დედები ხართ, როგორც დედაჩემი. მე ვიცი რომ სულ მალე ჩვენ ერთად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორცაც ვოცნებთ. თქვენ ქართველი ქალები ჩვენი დროის მარო მაყაშვილები ხართ და ეს ფაქტი მემარცხნევს რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი ირაკლი ქერაშვილი.